პირველ კვარტალში დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დაბალი მაჩვენებლის შემდეგ აპრილის და მაისის მაკროეკონომიკური პარამეტრების წინასწარი მონაცემები ფინანსთა სამინისტროსთვის დამაიმედებელია. ეკონომიკურ აქტივობასა და საინვესტიციო დაინტერესების გაზრდას ნოდარ ხადური ზაფხულიდან ელოდება, რომლის შედეგადაც მინისტრი წლის დასაწყისში დაგეგმილი 6%-იანი ზრდის მაჩვენებელს კვლავაც რეალისტურად მიიჩნევს. პროგრამას მოსავლების კუთხით ბიუჯეტში შარშანდელ მონაცემებთან შედარებით 100 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული. მინისტრის ცნობით, მცირე და საშუალო ბიზნესში გააქტიურების ტენდენციები უკვე ხაზზეა. მინისტრმა ყურადღება იმ 351,000 საწარმოზე გაამახვილა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში წინ მწრება დაიბეგრნენ. ამ მართულებით სახელმწიფოს მეწარმეებისა ჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სულ 6.6 მილიარდი ლარია და აქედან როგორც გითხარით, თითქმის 1.5 მილიარდი ლარია ზედმეტად ამოღებული. ამავე დროს გეტყვით, რომ 222,666 გადამხდელ, ძალიან საინტერესო ციფრია, 222,666 გადასახადს აქვს დავალიანება 4.6 მილიარდი ლარი, თუმცა ამ საწარმოთა ძალიან დიდი ნაწილი არის მათ შორის ყოფილი კოლმეურნეობები და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ ზუსტად არსებული საწარმოები და მათი გადასახადები.